ევროკავშირის ციფრული უსაფრთხოების აქტთან თანხმდრაში მოსვლისთვის Facebook და Instagram-ი ევროკავშირის ქვეყნებისთვის საკუთარ სერვისებს ფასიანს ხდის, სანაცვლოდ კი მომხმარებლებს აღარ შეხვდებათ რეკლამები, რომლებიც ხდებოდათ მაშინ, როდესაც საკუთარ ანგარიშებზე შედიოდნენ. ევროკომისია მომხმარებლების უსაფრთხოებას აყენებს საკმაოდ პრიორიტეტად და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ Facebook-მა და Instagram-მა გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები და მოვიდნენ თანხმდრაში მათ რეგულაციებთან იმისათვის, რომ არ მოხდეს იგივე რაც მოხდა მაგალითად მეტას ერთ-ერთი აპლიკაცია Threads-ისთვის და სწორედ ამიტომ მეტამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკუთარი სერვისები გახდეს ფასიანი და ნოემბრიდან მათთვის, ვინც იყენებს Facebook-ისა და Instagram-ის დესკტოპ ვერსიას, გადასახადი იქნება დაახლოებით 10 евро, ხოლო iOS-ისა და Android-ის მომხმარებლებისთვის კი ეს იქნება 13 евро, ხოლო შედარებით მაღალი ფასი განპირობებული არის უკვე Apple-ისა და Google-ის საკომისიოებით, ხოლო რაც შეეხება მეტას ოფიციალურ განცხადებას, ისინი ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ სჯერათ, რომ მნიშვნელოვანი არის, რომ სოციალურ მედიაში გარკვეული რეკლამები იყოს განთავსებული, ასევე პატივსცემენ ევროკომისიის გადაწყვეტილებას და სწორედ ამიტომ შემოიღეს გარკვეული სახის ცვლილებები, თუმცა მნიშვნელოვანი არის ვიცოდეთ ის, რომ ისინი, ვინც 18 წელს ზემოთ არიან, მათ ექნებათ არჩევანი, აირჩიონ ფასიანი ვერსია თუ ისარგებლონ Facebook-ისა და Instagram-ის უფასო ვერსიით, ხოლო 18 წელს ქვემოთ ახალგაზრდებისთვის უკვე მათ აღარ ექნებათ არჩევანის საშუალება და ევროკომისიის ციფრული უსაფრთხოების აქტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ბავშვების უსაფრთხოება და სწორედ ამიტომ არა მხოლოდ მეტას, არამედ ასევე TikTok-საც უწევს, რომ ევროკომისიის რეგულაციებს დაემორჩილოს. TikTok-ს რამდენიმე თვის წინ ჯარიმაც დაეკისრა ევროკომისიისგან 345 მილიონი евро დაახლოებით, სწორედ იმის გამო, რომ ისინი სათანადოდ არ გაუფრთხილდნენ ბავშვების პირად მონაცემებს და ამის შემდეგ უკვე ძალიან მალე TikTok-მა გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, სადაც საუბრობდა იმის შესახებ, რომ ისინი უკვე ცდილობენ გარკვეული ცვლილებები შემოიღონ იმისათვის, რომ ევროკომისიის ციფრული უსაფრთხოების აქტთან მოვიდნენ თანხმდრაში და ასევე სწორედ იგივე მოხდა მაგალითად მეტას ერთ-ერთი აპლიკაცია Threads-ის შემთხვევაშიც, როდესაც მეტამ გადაწყვიტა, რომ Threads-ი აეკრძალა ევროკავშირის ქვეყნებში და შესაძლოა არის, რომ მეტამ უახლოეს მომავალშიც არ მიიღოს გადაწყვეტილება Threads-ის ევროკავშირის ბაზარზე შედანასთან დაკავშირებით.